ეს გაშლა არის მათთვის, ვისაც აქვს რთული პერიოდი ცხოვრების ამ ეტაპზე, ან ცოტა გაურკვეველი, ან დაბნეული და არ იცის რა გააკეთოს, როგორ მოიქცეს. მე წინასწარ გავშალე უკვე ტარო ესე მოხდა, რატომღაც მოკლედ დროს არ დავკარგავ, გადავიდეთ პირდაპირ საქმეზე და ვნახოთ, რისთვის უნდა მოემზადოთ პირველ რიგში ახლო პერიოდში, რა სიტუაციებისთვის. სიტუაცია ერთად მოემზადოთ, ეს შეიძლება არც ისე მთლად სასიამოვნო იყოს, შეიძლება მან თქვენში გარკვეული ემოციური კრიზისი, გარკვეული მწუხარება, დარდი, იმედგაცრუებაც კი გამოიწვიოს ამ მდგომარეობა, იმიტომ რომ აქ ვიღაცის უნდა ძალიან აქტიური ჩარევა. შეიძლება ეს ადამიანი ახალიც არ არის და ძველი წარსულის ადამიანი იყოს და იმ ადამიანთან იმ პიროვნებასთან დაკავშირებით გარკვეული მოწყენა, იმედგაცრუება, დარდი, შეიძლება უკვე ცრემლიც კი გაქვთ, შინაგანად რაღაცას ისაც დარდობთ, ისაც განიცდით და ეს სიტუაცია აქ ვიღაცის მხრიდან აქტიური მანიპულაციებით შეიძლება იყოს თქვენსკენ წამოსული, ან სურვილი ვიღაცაო თქვენ ცხოვრებაში ცხვირი ჩაყოს, მართოს, დაგიწყოთ მითითება, რა არის სწორი, რა არის არასწორი, რომ ვიღაცა ძალიან აგრესიულად, აქტიურად შეიძლება შემოიჭრეს და დაიწყოს, რომ მე ვიცი შენ რას გჭირდება და მოდი მე მომენდე, მაგრამ ეს თლად შეიძლება სწორი არ იყოს და ამან პირიქით უარესად დაგძაბოთ და დაგსტრესოთ. ასეთი მსგავსი სიტუაციებთან იყავით ფრთხილად. შეიძლება აქ პიროვნებაც გამოჩნდეს ან ადამიანს, რომელიც არც კი დაინახოთ და არც კი აღიქვათ სერიოზულად, იმიტომ რომ აქ თქვენ გაქვთ თქვენი გულის წყვეტები, თქვენი გულის ტკენები და ცოტა წარსულზე ჩაციკლული სიტუაციები ამოვდეთ. ყველაფერი არც ისე ცუდად არ არის, შეიძლება არ იყოს, მაგრამ თქვენი გონება უფრო რაღაცა მომენტში ნეგატივზე იყოს მიმართული, ამაზე იფიქრეთ. რა არის ის, რასაც უნდა გაამახვილოთ ყურადღება? ყურადღების გამახვილება საჭიროებს შედეგები. თუ კი რაიმე ქმედების გაკეთებას გადაწყვეტთ, დაფიქრეთ შედეგებზე. ეს არ უნდა იყოს სპონტანური ქმედებები, სპონტანური ნაბიჯები, იმიტომ რომ გვეუბნება ტარო, რომ ყურადღება მიაქცეთ შედეგზე, იმაზე, რა შედეგზე ლოდებით, რა შედეგი დადგება. შეიძლება აქ მოტის მოლოდინი გქონდეთ, ასეთ მოლოდინი არ გქონდეთ. ეს სპონტანურობები არაო რა. არ გიღირთ, შედეგზე დაფიქრეთ კონკრეტულად, მე რო ეს გავაკეთო ამას, ეს შედეგი მოყვება თუ რა შედეგი მოყვება, თუ საით წავალ თუ რას მივიღებ ამ ყოველივეში, ამაზე დაფიქრეთ. ეს ერთი ნიუანსი, რაზეც უნდა დაფიქრდეთ. ასევე აქ უნდა დაჯდეთ და გადააფასოთო ყველა წარსული სიტუაციები მთლიანად, კარგი, ცუდი, რა იყო, რას მომიტანს, რას მივიღებ, მიღირს, არ მიღირს, ამ ყველაფერზე ღირებულებებზე დაფიქრდით ძალიან კარგად და სიტუაციას შეხედეთ უკვე გამოცდილების კუთხიდან და არა როგორც ემოციური კუთხით, პრაქტიკული კუთხით შეხედეთ და ყურადღების გამახვილება საჭიროებს თქვენი აქტიური ბრძოლა. აქ მოდუნების საშუალება როგორც შეიძლება არა გაქვთ და არ გეძლევათ, ამიტომ მოკლედ არ უნდა მოუდუნდეთ მდგომარეობას. რა შინაგანი რესურსი გაქვთ იმისთვის, რომ ეს სიტუაციები გადალახოთ? მინდა გითხრათ, ძალიან კარგი, ძალიან ძლიერი და დიდი შინაგანი რესურსი გაგაჩნიათ და ეს თქვენი თანდაყოლილი ნიჭია. გეტყვით ახლა რაში მდგომარობთ. პირველი, ძალიან კარგი დაკვირვების უნარი, ძალიან კარგი ინტუიცია შეიძლება გაქვთ და ლოგიკაც კარგი გაქვთ. ორივეს ერთმანეთში ჰარმონიაში თუ მოიყვანთ, გადასარევი იქნება. აქ უფრო მეტად უნდა დაეყოთ ლოგიკას, უნდა მოისმინოთ, უნდა აწონდაწონოთ, როგორც ვთქვათ, ობიექტურობა უნდა შეინარჩუნოთ. თითქოს გაქვთ კიდეც იცით ეს ობიექტურობა, ეს აწონდაწონვის კარგი უნარი, სიჩუმეში მოსმენის უნარი, ადამიანების გაქვთ შეიძლება ისეთი უნარი, რომ წაიკითხოთ იმის იქით რას გეუბნებათ ადამიანის ქცევა. ერთი არ ვერც მეუბნება, მაგრამ მეორეა რომ რაღაცა სხვას აკეთებს და თქვენ იმის ღრმა ტექსტებს შორის, სტრიქონებს შორის რო შეგიძლიათ წაკითხვა ადამიანის სიტუაციის, ამის უნარი გაგაჩნიათ ძალიან კარგი, ძალიან ძლიერი და ამ უნარს უნდა დაეყრდნოთ და ამ სიტუაციას ახლო პერიოდში, ანუ ესე პირდაპირ მოვარდნილზე პირდაპირ რეაქციებს არ აძლევთ, დაფიქრდებით, გაანალიზებთ, ჩუმა თქვენში გაატარებთ, თქვენ შიგნით, თქვენს გონებაში, ემოციებში და მე მიიღებთ გადაწყვეტილებას. ანუ შეგიძლიათ ასევე გადაწყვეტილებების მიღება და პასუხისმგებლობის აღება თქვენ თავზე, ამის უნარიც კარგი გაგაჩნიათ. თავარია დაეყრდნოთ და გაიხსენოთ. რა შეიძლება დაეყრდნოთ, ან ვის? აქ ამოდის აუცილებლად ძირითადში ჩანს კონკრეტული ადამიანები, ვისაც შეგიძლიათ დაეყრდნოთ. შეიძლება აქ იყოს ქალიც ამოდის და მამაკაციც ამოდის, ორივე მხარე ამოდის, მაგრამ ეხლა აქ იხწერთ როგორი პიროვნება შეიძლება დაეყრდნოთ. მამაკაცი ვინც შეიძლება იყოს, უნდა იყოს გამჭრიახი გონების,
შეიძლება ცოტა ცივიც მოგეჩვენო, ცოტა მკაცრიც, ცოტა უხეში ან ესეთი არა გახსნილი, მაგრამ სამართლიანი შეიძლება იყოს ეს ადამიანი და პასუხისმგებლიანი იყოს. ადამიანს აქვს კარგი რაციონალური აზროვნება, კარგი ლოგიკური აზროვნება ამ ადამიანს და შეგიძლიათ ასეთ პიროვნებას, ასეთ სიტუაციას დაეყრდნოთ იმას, ვისშიც დაინახოთ, რომ ეს მე სწორს მეუბნება, ლოგიკურს მეუბნება და არა ჩარჩოებდა ნამოვარდნილს. ასევე შეგიძლიათ დაეყრდნოთ ადამიანს, რომელიც თქვენდამი არის მზრუნველი, თბილი, მოსიყვარულე, ოღონდ არა ემოციური კუთხით. ანუ ადამიანი, რომელსაც შეუძლია რესურსი მოგცეთ, თუნდაც გარკვეული მატერიალური სტაბილურობა შემოგთავაზოთ, ან სტაბილური სიტუაცია, ან მაგალითად სტაბილური ურთიერთობა. ისეთ ადამიანს უნდა დაეყრდნოთ, ვინც თქვენს ცხოვრებაში სტაბილურობის შემომტანი იქნება და არ იქნება ქაოსის და ორომტრიალის მომტანი, იმიტომ რომ დასაყრდნობად თქვენ გჭირდებათ ძალიან ძლიერი სტაბილურობის განცდა, გაკლიათ თითქოს ეს სტაბილურობა და ეს გესაჭიროებათ ამ პერიოდში, ამიტომ მოძებნეთ ადამიანები, ვისთანაც ატყობთ, რომ თუნდაც სტაბილური ხასიათის პიროვნება უბრალოდ და არ არის მერყევი, მაგალითად. მოძებნეთ ესეთი ადამიანი. შეიძლება ცოტა დიპლომატიის უნარიც გააჩნდეს ამ პიროვნებას და მოძებნეთ დიპლომატიის მქონე ადამიანი. ესეთი, გარემოც გჭირდებათ ისეთი, ვინც თქვენში პირიქით იმპულსებს კი არ გააღვიძებს, გეტყვით, რომ მოდი დავსვეთ რაციონალურად განსაზღვროთ, იმიტომ რომ აქ გჭირდება თქვენ რაციონალური მსჯელობები და საკითხის პრაქტიკულ დონეზე გადაწყვეტა და არა ემოციურ დონეზე გადაწყვეტა. რა სახის მხარდაჭერა შეიძლება მიიღოთ გარე სამყაროდან, გარედან, ისევ ამოდის პიროვნება. არ აქვს მნიშვნელობა, რა ქალები მიყურებთ, მამაკაცები მიყურებთ, საერთაშორისო მნიშვნელობა არ აქვს, შეიძლება მამაკაცებიც იყოთ, მაგრამ ვისაც შეგიძლიათ დაეყრდნოთ და მხარდაჭერა მიიღოთ, ეს არის ისევ და ისევ მამაკაცი. ну თუ განვიხილავთ, შეიძლება იყოს ქალბატონი, ოღონდ ძლიერი მამაკაცური ხასიათის და ენერგიის მქონე. ადამიანი, რომელიც იქნება სტაბილური, ისევ და ისევ მაქსიმალურად კონტროლის, ანუ პასუხისმგებლიანი რა, ესე ვიტყოდი. მხარდაჭერა შეიძლება მიიღოთ იმ ფორმით, რომ ადამიანმა წეღანაც გავაშხერდა პრინციპში, აქაც გავსია, რომ უსაფრთხო სტაბილური გარემო შემოგთავაზოთ. აქ თქვენ რამე ახალს და სიახლეს და თავგადასავლებს არ მიელოდოთ გარე სამყაროდან მხარდაჭერა შეიძლება იყოს, რომ მოდი შევინარჩუნოთ არსებული ვითარება, მოდი მე მოვალ და დაგეხმარები, რომ ეს კრიზისიც გაუძლო, მოდი მე მოვალ და ვიდგები შენს გვერდით, როგორც მტკიცე ჯარისკაცი, ან როგორც შენი კედელი, საყრდენი. ესეთი მხარდაჭერა შეიძლება მიიღოთ და ხელს ნუკრავთ ასეთ ადამიანს. შეიძლება იყოს ქალიც, ოღონდ ეს ქალიც არის საკმაოდ ისეთი გავლენიანი, პასუხისმგებლიანი, ძლიერი, არანაირად სუსტი. ეხლა რჩევა როგორ შეიძლება გადალახოთ ეს პერიოდი შედარებით მარტივად. რჩევა არის ის, რომ უნდა აიღოთ ბევრი პასუხისმგებლობა თქვენს თავზე. გიიღეთ, მოგწონთ, არ მოგწონთ, გზიამოვნეთ, არ გზიამოვნეთ, დაიღალეთ, არ დაიღალეთ. რჩევა მაინც ის არის, რომ უნდა ბოლომდე გაწიოთ და გაქაჩოთ და გაუძლოთ და პასუხისმგებლობები აიღოთ თქვენს თავზე და დააკისრებთ სხვას ვალდებულებას, სხვამ გამოასწოროს თქვენი სიტუაცია, ან სხვას დაელოდეთ. აქ კარგია, რომ გამოჩნდებიან ადამიანები, ვინც შეიძლება მხარდაჭერა გაიკეთოთ, მაგრამ არ დაგვეწოს, რომ ყველაზე ძლიერი საყრდენი არის თქვენში და ამას უნდა დაეყრდნოთ. აქ რჩევა კიდე იმუშავეთ ნაწილ-ნაწილ სიტუაციის და პრობლემის მოგვარებაზე. სპილო ერთიანად არ იჭმევა, ნაწილ-ნაწილ უკეთესია, არ დაგაზიანებს და არ დაგაზარალებს, მოკლედ. არის გარკვეული პრობლემა, შეიძლება იყოს ურთიერთობაში, ერთიანად ნუეცდებით მთელი ურთიერთობის ერთიანად გამოსწორებას, დაყავით ნაწილებად, მოდი დღეს ამ ეტაპზე ან ერთი კვირა ამ პერიოდზე, ამ სიტუაციაზე ვიმუშავებ, 2 კვირის მერე ამაზე, ასევე ფინანსებზე, ასევე საქმეზეც. დღეს მოდი ჩემ თავში აი ამ ნაწილს გავასწორებ, მერე 5 დღის მერე, 2 კვირის მერე ამაზე ვიმუშავებ, ამიტომ ნაწილ-ნაწილ უნდა მიყვეთო აქ სიტუაციას და ნაწილ-ნაწილ უნდა დაალაგოთ. მაგალითად, საქმეში მაქვს გარკვეული პრობლემა. იქაც დაყავით ნაწილებად, რა შეგვიძლია ეხლა გავაკეთოთ, რა შეგვიძლია 2 დღის მერე გავაკეთოთ, შეიძლება საკუთარ თავზე მუშაობაც იყოს. ყველაფერი უნდა გაკეთდეს, თანმიმდევრულად ეტაპ-ეტაპ, ნაკლებად დაიტვირთებით. თორე უფრო გაიჭედებით ერთიანად რომ მიაწვეთ ყველა ამ სიტუაციას. გისურვებთ საკუთარ თავში სიძლიერის დანახვას, იმიტომ რომ ისეთი კარტები ამოვიდა და ისეთი განლაგება, რომ აქ აშკარად არ ხართ თქვენ სუსტი ადამიანები, უბრალოდ ცოტა შეიძლება პერიოდი გაქვთ მართლა რთული და ამ პერიოდის გადალახვისთვის გჭირდებათ თავის დაჯერება და ვიღაცა რომ ესე მოვა და
კლავს რო აკიწებს, რომ მოდიმე შეგეშველები, შეიძლება იყოს კიდეც ესეთი ადამიანი, მაგრამ თქვენ ვერ ხედავდეთ, დაფიქრდით მოკლედ ამ ყველაფერზე. გისურვებთ სიმშვიდეს და ჰარმონიას.